2019 წლის 30 ივნისი. შორტოფის მთა, ჩრდილოეთ კაროლინა. ოსტინ ჰაუელი მარტო გადაადგილდება კლდის ზედაპირზე. არც თოკი, არც უსაფრთხოების ხვედი, მხოლოდ ცარცით დაფარული ხელები და 11 წელი, რომლებმაც ზუსტად ასწავლა, რას შეძლებს მისი სხეული ასეთ კედელზე. მან ეს კონკრეტული მარშრუტი იმდენჯერ აიარა, რომ მის ხელებს საყრდენები თვალებზე ადრე პოულობენ. ნიციდან 80 ფუტის სიმაღლეზე გადმოკიდებული კლდე დილის მზე ათბობს ქვის სამხრეთ მხარეს. ის კიდევ ერთ მოძრაობას აკეთებს და ყვირის. არა. ეს მოხდა ოსტინ ჰაუელის საშინელი ბოლო წუთებში. მოგესალმებით ექსტრიმში. ოსტინ ჰაუელი არ იყო უგუნური ადამიანი. მას თავისი წესი ჰქონდა თითოეული სოლოს წინ. ის კედლის შუაში ასვლას წვეთდა, როცა გრძნობდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. მას Short of Mountain-ის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე სოლოდ ყოველგვარი დამცავის გარეშე აძრომა იმაზე მეტი ჰქონდა გაკეთებული, ვიდრე უმეტესმა მთამსვლელმა წელიწადში თოკითავა. მიუხედავად ამისა, ის მაინც ჩამოვარდა. და მიზეზი რის გამოც ის ჩამოვარდა, იგივეა, რის გამოც კოსმოსური შატლი ჩელენჯერი გაშვებიდან 73 წამში დაიშალა. იგივე ფსიქოლოგია, მაგრამ შედეგები განსხვავებულია. ან ასე ჩანდა. მაგრამ რომ გაიგოთ ეს, ჯერ უნდა გაიგოთ, როგორი ადამიანი იდგა იმ კედელზე, შორტოფის მთის ბილიკის დასაწყისში, ლინვილის ხეობის ველურ ბუნებაში, პისკას ეროვნული ტყის ტერიტორიაზე, ბერკის ოლქში, ჩრდილოეთ კაროლინაში. იმ დღეს გეგმა იყო ფოტოსესია, სადაც ფოტოგრაფის სახელად ბენ ვუ იღებდა სურათებს, ხოლო ოსტინი სოლო ასვლას აკეთებდა იმ მარშრუტებზე, რომლებზეც უკვე ძალიან კარგად გრძნობდა თავს. სპორტში, რომელიც ტრადიციულად აფასებს მშვიდ და მოკრძალებულ დამოკიდებულებას, ფოტოსესია შეიძლება გადაჭარბებულად ჟღერდეს, მაგრამ ვინც ოსტინს იცნობდა, საერთოდ არ გაკვირვებია. ოსტინ ჰაუელი არ ადიოდა მხოლოდ იმისთვის, რომ ეცოცავა, ის ადიოდა იმისთვის, რომ თავი ცოცხლად ეგრძნო. ეს მღელვარება მასზე ისეთ გავლენას ახდენდა, როგორცაც არაფერი სხვა. და ეს მღელვარება მის უნიკალურ ცოცვის სტილზეც აისახა. სირთულეებით სავსე ცხოვრების ის შემდეგ მან იცოდა, რომ ყველაფრის დაფიქსირება სურდა. შესაძლოა მისი ერთი ნაწილი ხვდებოდა, რომ ამ დედამიწაზე მისი დრო შეზღუდული იყო და ბენი იქ იყო, რომ დახმარებოდა. მან კამერა ასწია და დაიწყო ოსტინის გადაღება, რომელიც უშეცდომოდ ადიოდა რთული მარშრუტების მიმდევრობით, თოკისა და უსაფრთხოების ხვედის გარეშე. დილის შუა ხანებისთვის გადაღება დასრულდა. ბენმა ჩანთა აიკიდა და ემშვიდობა ყველას და უკან დაბრუნდა. მაგრამ ოსტინს ჯერ არ დაემთავრებინა. ის კლდის იმ კონკრეტულ მონაკვეთთან მივიდა, რომელსაც მთამსვლელები დახრილ სამყაროს ეძახიან. იქ კლდე გარეთ არის გადახრილი და მიწა ზემოდან გადმოეკიდება, ამიტომ მთამსვლელს ფეხზე დგომა აღარ შეუძლია. იმ კლდის ზედაპირზე დარჩენა ფიზიკურად დამღლელი თავსატეხია, რომელიც ტანის შუა ნაწილის უკიდურესი დაძაბულობისა და მხოლოდ თითების მყესებზე დაყრდნობას მოითხოვს, რათა მთელი სხეულის წონა შეიკავო. შეცდომის უფლება ნულოვანია. მაგრამ დილა რომ მიიწევდა, ოსტინმა თოკის გარეშე დატოვა მიწა და ამ მარშრუტზე ასვლა დაიწყო. ზედაპირული დამკვირვებლისთვის მთელი დილის ცოცვის შემდეგ ასეთ მარშრუტზე თავის გამოცდა შეიძლება ქედმაღლობას გავდეს, თითქოს კასკადი ორი უაზრო მღელვარებას დასდევს. მაგრამ ოსტინი ადრენალინის მოზვავებას არ ეძებდა. ეს ყველაფერი იმაზე იყო, რისგანაც ის გარბოდა. ხედავთ ოსტინი ბავშვობიდანვე არასტაბილურობამ ჩამოაყალიბა, ბევრად ადრე ვიდრე ქვას შეეხებოდა. 1987 წელს ტეხასის ქალაქ ფრენსუდში დაბადებული ოსტინის მშობლები მაშინ დაშორდნენ, როცა ის მხოლოდ 4 წლის იყო. ის გაიზარდა ორ ოჯახს შორის გადადიოდა, რაც მისთვის ძალიან ადრე დაიწყო. 2006 წელს, როცა ის იყო 19 წლის და ჰიუსტონის უნივერსიტეტში ელექტროინჟინერიის ფაკულტეტის პირველ კურსელი იყო, ოსტინი პირველად შევიდა დახურულ კლდეზე ცოცვის დარბაზში და რაღაცა ცოცვის კედელში ისე მოეწონა, როგორც იშვიათად მოსწონს რამე ახალგაზრდა კაცს და ვეღარ ელევა. მაგრამ 2 წლის შემდეგ, 2008 წლისთვის, ყველაფერი თითქმის დასრულდა. იმავე დახურულ დარბაზში ვარჯიშის დროს ოსტინი 35 ფუტის სიმაღლიდან პირდაპირ ბეტონის იატაკზე ჩამოვარდა, რადგან მისმა დამზღვევმა თოკის არასწორი მართვის გამო შეცდომა დაუშვა. დართმა მას ზურგი მოტეხა და ფეხები დაუმტვრია, მაგრამ ყველაზე მძიმე დაზიანება უხილავი იყო. ვარდნამ მის ტვინში სისხლჩაქცევა გამოიწვია. და როდესაც ტვინი ესეთ ფიზიკურ ტრავმას იღებს, ის ყოველთვის სწორად არ იკურნება. ოსტინი უკვე თინეიჯერობიდანვე ჩუმად ებრძოდა დეპრესიას. როდესაც მისი დამსხვრეული ძვლები ნელ-ნელა იკურნებოდა, თავის ტრავმამ მისი შინაგანი ბრძოლები გააძლიერა და ისინი მძიმე, დამახჩობელ მდგომარეობად აქცია, რომლისგანაც ვერ გათავისუფლდა. მისი საკუთარი გონება მტრულ ადგილად იქცა. მას პანიკური შეტევები და კოშმარები დაეწყო მხოლოდ იმის გამო, რომ მშვიდად იჯდა.
მისი ცხოვრების ყველაზე საშინელი მომენტები იყო მაშინ, როცა უბრალოდ მარტო იჯდა და საკუთარ ტვინთან ბრძოლობდა, რომელიც ცდილობდა გაენადგურებინა. ერთ მომენტში მანაც კი გადაწყვიტა, რომ მორჩა. ჰიუსტონში 10 სართულიანი შენობის სახურავზე ავიდა და კიდეზე დადგა. ის ისე ძლიერ ტიროდა და იმდენად იყო ემოციებით გადატვირთული, რომ უბრალოდ ვერ შეძლო ბოლომდე მისვლა და უკან ჩამოვიდა. სულ ცოტა აკლდა. მაგრამ შემდეგ ოსტინმა რაღაც უცნაური გააკეთა. ის დაბრუნდა იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო. ის ცოცვას დაუბრუნდა. შესაძლოა წერტილის დასასმელად? არ ვიცი. და სწორედ იქ, სრული დამთხვევით, მისი ცხოვრების გზა შეიცვალა. ერთ დღეს 2009 წელს ოსტინი ტეხასში 40 ფუტიან მარშრუტს ადიოდა, რომელსაც ტეხას კრუდი ეწოდება. მას ტანზე ეკეთა უსაფრთხოების ღვედი და თან ჰქონდა აღჭურვილობა, მაგრამ იმდენად იყო გართული მიწაზე მყოფ მეგობრებთან საუბარში, რომავლისას უბრალოდ დაავიწყდა აღჭურვილობის კედელზე მიმაგრება. როცა მწვერვალს მიაღწია, ქვემოთ ჩაიხედა და გააცნობიერა, რომ არც ერთ ადგილას არ ჰქონდა აღჭურვილობა მიმაგრებული. მან სრულიად შემთხვევით, ყოველგვარი დაგეგმვის გარეშე, მთელი მარშრუტი თავისუფალი სოლოთი გაიარა. მაგრამ ის, რაც მას ყველაზე მეტად დაარტყა, არ იყო საფრთხე. ის, რაც მას ყველაზე მეტად დაარტყა, იყო სიჩუმე. იმ წამს, როცა ის იმ კედელზე უსაფრთხოების ბადის გარეშე აღმოჩნდა, მის თავში არსებული დამახჩობელი ხმაური უბრალოდ შეწყდა. ეხლა მე არ ვამბობ, რომ ყველა ვისაც აქვს ტვინის ტრაუმული დაზიანება, პანიკური შეტევები ან კოშმარები, იგივე უნდა გააკეთოს, მაგრამ რასაც ვამბობ არის ის, რომ ასე აირჩია ოსტინმა ამ ყველაფერთან გამკლავება. საფრთხე იყო მისი არჩეული გაქცევის გზა. აი რას ნიშნავს სინამდვილეში free-soloing-ი, რადგან ეს სიტყვა ინტერნეტში ხშირად არასწორად გამოიყენება. Free-soloing-ი ნიშნავს ცოცვას, თოკის, ჰარნესისა და ნებისმიერი სახის დაცვის გარეშე. თუ 20 ფუტიდან ჩამოვარდები, ფეხებს მოიტეხავ. თუ 80 ფუტიდან ჩამოვარდები, მოკვდები. არც ერთი აღჭურვილობა ვერ გიშველის, სარეზერვო სისტემა არ არსებობს. შენ და მიწას შორის ერთადერთი რამ არის ის, რამდენად კარგად ხარ მომზადებული და რამდენად გამძლეა ეს მომზადება მაშინ, როცა ფეხი დაგიცდება რაღაცაზე, რაზეც პირველად, ან უკვე 40 ჯერ გაქვს ფეხი დადგმული. უმეტესობა სერიოზული მთამსვლელების საახლოსაც არ მიდის მასთან. ოსტინ ჰაუელმა მთელი თავისი იდენტობა ამაზე ააგო. თოკი აღარ იყო უსაფრთხოების ბადე, არამედ ბარიერი იმისთვის, რაც მისთვის წამალი იყო. მან მიიღო თავისი კუმირის, ლეგენდარული თავისუფალი სოლო ცოცვის ოსტატის, მაიკლ რიარდონის აზროვნება, რომელმაც ცნობილი ფრაზა თქვა: თავისუფალი სოლო ცოცვა სიცოცხლის სურვილია. ოსტინს ეს ძულებამდე სჯეროდა და ამ რადიკალურ თერაპიას აბსოლუტურ ზღვრამდე მიხვა. აღმოჩნდა, რომ როცა კლდის კიდეზე თითებით ეკიდები, შენს ტვინს არ აქვს ფუფუნება იფიქროს ან იყოს მოცხენილი. შენი ტვინი ერთ რამეზე კონცენტრირდება. გადარჩენაზე. მიზიდულობა აბსოლუტურ კონცენტრაციას აიძულებს. არ არსებობს დეპრესია, არც აღფრთოვანება, მხოლოდ შემდეგი მოძრაობა, ის ჩასაჭიდი, რომელსაც ეჭიდები, ფეხები, რომლითაც ბალანსი ინარჩუნებ და სხეულის დაჭიმულობა, რომელიც ყველაფერს ერთად აკავებს. ან ყოველ შემთხვევაში ასე იყო მისი პერსპექტივიდან. მან იპოვა გონებრივი სიჩუმე, რომელსაც ყოველთვის ნატრობდა თავისუფალი სოლო ცოცვის მღელვარებაში. შენც გიგძვნია ეს რაღაც, შეიძლება არა კლდეზე. შეიძლება ეს იყოს საკუთარი თავის ბოლომდე დაძაბვა მძიმე წონის აწევაში, ან 1 საათი ძრავის ქვეშ, როცა ყველაფერი დანარჩენი უბრალოდ შეჩერდა. ის მდგომარეობა, როცა ხმაური მთლიანად ქრება. შემდეგი 10 წლის განმავლობაში ოსტინმა შექმნა ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო და ნაყოფიერი თავისუფალი სოლო ცოცვის რეკორდი ამერიკის ისტორიაში, ასულების ისეთი რაოდენობით, რაც თითქმის დაუჯერებელი იყო. წლების განმავლობაში მისი სახლი გახდა Nissan Frontieris პიკაპი, რომელსაც ის თავის კორპორატიულ დირტბეგ მანქანას ეძახდა. ყველაფერი, რაც სჭირდებოდა, მის მანქანის უკანა ნაწილში ეტეოდა. მას ჰქონდა საძილე ტომარა, თოკით დაშვებისა და ასვლის აღჭურვილობა, ცარცის ჩანთა, საცოცი ფეხსაცმელები და ძვირადღირებული ვისკის ბოთლი, რომლის გახსნის უფლებასაც მხოლოდ მაშინ აძლევდა თავს, როცა რაღაც ახალს აკეთებდა. რადგან ყოველი ახალი გამოწვევა, უფრო ამაღელვებელი და საშიში მცდელობა, მისთვის უფრო მშვიდ გონებას ნიშნავდა, ნაკლებ ხმაურს მის თავში. მან ის სატვირთო მანქანა სამხრეთ აღმოსავლეთშია, მთელი კვირა სამრეწველო ალპინისტად მუშაობდა და შაბათ-კვირას მთას აძრებოდა. მაგრამ ოსტინი ცოცხალი წინააღმდეგობა იყო. ერთი მხრივ თავისუფალ სოლოს არასდროს უდგებოდა დაუფიქრებლად. სულ ცოტა რთული სოლო ასვლის წინ, საათებს უთმობდა ყველაფრის გათვლას, კლდის ფორმას, თავის ფიზიკურ მდგომარეობას, ამინდს. მან მარშრუტები დეტალურად გამოიცადა თოკით და ასვლისასაც კი უკან იხევდა თუ რამე არასწორად იგრძნო. მაგრამ როგორც კი მარშრუტში აბსოლუტურ დარწმუნებას იგრძნობდა, ის ფრთხილი დამგეგმავი ქრება და მის ადგილს სრულიად გაუთვალისწინებელი შოუმენი იკავებს.
იმ დღეებში ის ასვლას სრულიად გაუკვანძავი ფეხსაცმელებით ახერხებდა. ზოგჯერ კედელზე ერთი ხელით ეკიდა და მეორე ხელით მობილურს იჭერდა, რომ ქვემოთ უფსკრული გადაეღო. ხოლო სხვა დროს მთაზე ორ დიდ ქვას შორის ფეხებით და ცვივებით თავდაყირა ეკიდა. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი მისი ტრიუკი იყო მაშინ, როცა ის სრულიად შიშველი ადიოდა. და როცა ვამბობ სრულიად, ამას პირდაპირ მნიშვნელობით ვგულისხმობ. 2015 წლის აპრილში ინტერნეტში ვიდეო გამოჩნდა. ის გავს შემთხვევით მოლაშქრეს, რომელიც კლდის პირზე შიშველ კაცს წააწყდა. მოლაშქრეს სწრაფად იღებს ტელეფონს, რომ გადაიღოს. კადრს მიღმა ხმა ამბობს, რა ხდება? ეს კაცი გიჟია. ის მარტო ადის ამ მარშრუტზე, შიშველი და თოკის გარეშე. ჭკუიდანაა გადასული. ეს იყო ოსტინ ჰაუელი. ის თავისუფალ სოლო ასვლას აკეთებდა სამსაფეხურიან მარშრუტზე შორტოფის მთაზე, აბსოლუტურად შიშველი, მხოლოდ ნაცრისფერი გაზეთგამყიდველი სკეპი ეხურა. მან ამას ნამდვილად ბუნებრივი პირველი ასვლა უწოდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. Epic TV-მეს გააშუქა. MTV-ის ridiculous-მა ესაჩვენა. ოსტინ ჰაუელი მთელ სამთამსვლელო სამყაროში გახდა ცნობილი, როგორც შიშველი სოლო მცოცავი. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოში მყოფი კაცი ძალიან გაკვირვებული ჟღერდა, ჟურნალ Outside Magazine-ის ჟურნალისტმა მეცომეტმა სხვა რამ თქვა. როდესაც ოსტინმა ვიდეოგრაფად ლოჰან ლაისენი მიუთითა კრედიტებში, მეტისთვის მისი პოვნა და ამ თემაზე საუბარი გაამარტივა. და აი რა უთხრა მას მისი თქმით ოსტინმა. მან მითხრა, მაგარი იქნებოდა რომ ტურისტივით მოქცეულიყავი, თქვა ოსტინმა. უბრალოდ თქვი რამე სასაცილო, წარმოიდგინე, თითქოს შემთხვევით გადააცხდი და მობილური ამოიღე, ჩაწერა დაიწყე. როცა მისი შიშველი ცოცვის ვიდეოები ვირუსულად გავრცელდა, ხალხი გაბრაზდა. მთამსვლელობა ადამიანების უმეტესობისთვის სერიოზული სპორტი იყო, რომელიც პატივისცემასა და უსაფრთხოების აღჭურვილობას მოითხოვდა. მათთვის ოსტინი უბრალოდ კიდევ ერთი ამპარტავანი ნარცისი იყო, რომელიც საშიშ გარემოს ინტერნეტში პოპულარობისთვის ხუმრობად აქცევდა. მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ეს კაცი ექსტრემალურ რისკს იყენებდა, რათა ტრაუმული თავის ტვინის დაზიანებასთან ებრძოლა. ოსტინს კი მათი აზრი საერთოდ არ აინტერესებდა. მან საზოგადოებრივი აღშფოთებაც კი გამოიყენა საკუთარი პოდკასტის რეკლამისთვის, რადგან როცა შენი გონება აქტიურად ცდილობს შენს მოკლას, უცნობი ადამიანების აზრი ინტერნეტში ნულზე დაბლაა. ის აკეთებდა პოდკასტებს და სოციალურ ქსელებში პოსტებს, სადაც თავის ასულებს აქვეყნებდა. მისი ბრენდი იყო თამამი, უშიშარი და საკუთარი ასულების თვითრეკლამას საერთოდ არ ერიდებოდა. ოფილმა შეყვარებულმა ჟურნალისტ მეცომეტს უთხრა, ის ძალიან თავმდაბალი იყო, მაგრამ ყოველთვის თავის თავზე რეკლამას აკეთებდა. მე ვეუბნებოდი, მოდუნდი, დაისვენე. ჩვენ ყველამ ვიცით ეს ამბავი, მაგრამ ის ყოველთვის ასე აღფრთოვანებული იყო ამ ყველაფრით. უბრალოდ არ მგონია, რომ მას ამის შეკავება შეეძლო. კამსლილთა საზოგადოებას არ ესმოდა რა ეფიქრა მასზე. მას ფიქრობთ ადამიანზე, რომელიც სოლო ასვლას შუა კედელზე წვეთს მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი მოძრაობა ოდნავ უცნაურად ეჩვენება, შემდეგ კი ბრუნდება და სრულიად შიშველი ადის სახიფათო კლდეზე ინტერნეტისთვის. მაგრამ საფრთხეში თავით გადაშვებას თან სდევს ფარული საშინელი ფასი. 2015 წლის 10 მაისს ოსტინი მეგობრების ჯგუფთან ერთად იოსემიტის ეროვნულ პარკში, კალიფორნიაში, ელ კაპიტანზე იმყოფებოდა. ისინი მარშრუტზე სახელად ნოუზი იყვნენ, როცა ეს ისევ მოხდა. მას სურდა თავისუფალი სოლო ასვლა, მაგრამ კედელი სველი იყო, ამიტომ მოუწია აღჭურვილობისა და თოკების გამოყენება. მან დამხმარე ასაძრომი აღჭურვილობა კლდეში ჩაამაგრა და სხეულით დააცვა, რათა ზემოთ ასულიყო, ნაცვლად იმისა, რომ ხელფეხით საკრდენებზე აძრომილიყო. ის კარგად იყო დაცული. ის აგრძელებდა ცოცვას, მანამ სანამ მიწიდან 20 ფუტის სიმაღლეზე დამხმარე ასაძრომი აღჭურვილობის ერთი ელემენტი მისი წონის ქვეშ პირდაპირ კედლიდან არ ამოვარდა. შემდეგ ალბათ კიდევ ერთი. მერე კი თავით დაეცა ბაქანზე. ვარდნამ მას თავის ქალა და მაჯა გაუტეხა და 5 კისრის მალა დაუმთვრია. რაც რენტგენმა ვერ აჩვენა, იყო ის თუ რა გაუკეთა დართმა მის შიდა კურს. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გამოიღვიძა, მარცხენა ყუში სმენა დაკარგული ჰქონდა და წონასწორობის გრძნობა სრულად დარღვეული. ყოველ ჯერზე როცა თვალებს ხუჭავდა, სამყარო ტრიალებდა თითქოს ვიღაცა შიგნიდან არქევდა. მან 2 დღე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარა და ამის შემდეგ თითქმის 1 კვირა საავადმყოფოს საწოლში გაატარა. მან თქვა, ყოველ ჯერზე როცა თვალებს ხუჭავდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს Home Depot-ში საღებავის ქილის შემარკევებელში ვარდებოდი. მაგრამ, როგორც სტივ მაკუინი თქვეთა ბანაკიდან გაქცევას გეგმავდა, ალბათ მიხვდებით რას გააკეთებდა ოსტინის შემდეგ. დაახლოებით 10 ან 12 კვირის შემდეგ, როცა უკვე მკურნალობის პროცესში იყო, ოსტინმა გადაწყვიტა, რომ აღარ აპირებდა ლოდინს. მან პირდაპირ თავის ხელით მოიჯრა თაბაშირის სახვევები, მოიხსნა კისრის ფიქსატორი და გადავიდა მამის სახლში მისისიპიში.
იქ ის ყოველდღე ვარჯიშობდა შეშლილივით, თავიდან აწყობდა საკუთარ თავს ძვლიდან ძვლამდან მკლამდე, მკესიდან მყესამდე, იმ ადამიანის მიზანმიმართული აგრესიით, რომელმაც ეს ცხოვრების აკვიატებად აქცია. და ოსტინის აკვიატება იყო ცოცვა. სწორედ იქ იყო მისი სიცოცხლის ხაზი. 2016 წლის აპრილში ოსტინი არა მხოლოდ დაბრუნდა კლდეზე, არამედ უფრო გახსნილ და სახიფათო მონაკვეთებზე ცოცავდა, ვიდრე თავის ქალის დაზიანებამდე. რაღაც შეიცვალა. მეგობრებმა ეს შეამჩნიეს, ვარჯიშს სხვა ხასიათი ჰქონდა. მან დაიწყო სოლოდ თოკის გარეშე ცოცვა ისეთ სირთულეებზე, რომ გამოცდილ თოკიან თამსველებსაც კი არაკომფორტულად ეჩვენებოდა ტყურება. მან დაიწყო ყველაფრის დოკუმენტირება, სოლოები, პროცესი, ფილოსოფია ინსტაგრამზე, თავის ბლოგზე, პოდკასტში, რომელსაც დაარქვა პროცესი, სლოგანით ცხოვრება თავისთავად სახიფათო სპორტია. იმავე წლის ბოლოს მან ფიზიკური მიღწევა განახორციელა, რომელიც სრულად ეწინააღმდეგებოდა ლოგიკას. 2016 წლის ნოემბერში ერთ დღეს მან თოკის გარეშე სოლოდ 15 სხვადასხვა მარშრუტი გაიარა. ეს ნიშნავს, რომ მან მილზე მეტი სიგრძის ტექნიკური, ვერტიკალური კლდე თოკის გარეშე დალაშქრა. იმ დონეზე ჰიპერვიგილანტური კონცენტრაციის შენარჩუნება, როცა მთელი დღის განმავლობაში კედელზე თითებით ეჭიდები და ექსტრემალურ კუნთოვან დაღლილობას უმკლავდები, თითქმის ზებუნებრივია. მან ოფიციალურად დაამტკიცა, რომ ექიმები ცდებოდნენ, ის სპორტის აბსოლუტურ მწვერვალზე დაბრუნდა. ის სრულად აკონტროლებდა სიტუაციას. ყოველ შემთხვევაში ასე ეგონა. ეხლა აი რა ხდება. ყოველ თვე მე ვაკეთებ ერთ ვიდეოს მხოლოდ Patreon-ისთვის. გამაფრთხილებელი ნიშნები უკვე ჩანდა. სხვა ადგილას ამას ვერ ნახავთ. თუ ეს თქვენთვის საინტერესოა, ბმულები აღწერაშია. 2019 წლისთვის მან თოკის გარეშე სოლოდ 19-ზე მეტი სხვადასხვა 5-12 სირთულის მარშრუტი 37 ჯერ გაიარა. საკონტექსტოდ რომ განმარტოთ, 5-12 სირთულის მარშრუტი არის ასვა, სადაც დასაჭერები შეიძლება მონეტის ზომის იყოს. პოზიციები შეიძლება ისე იყოს, რომ სხეული კედლიდან უკან გადაგაგდოს და თოკიანი მთამსვლელიც კი, რომელსაც ქვემოთ პარტნიორი ჰყავს და წლების სერიოზული ვარჯიში აქვს, პირველ წდაზე მაინც გაწბილდება. ოსტინმა ასეთი მარშრუტები ისე აიარა, რომ მისა და მიწას შორის არაფერი იყო. მსოფლიოში იმდენი ადამიანი, ვინც ოსტინის მსგავსად ასეთ სირთულესა და მოცულობაზე სოლო ადის, ალბათ თითებზე ჩამოსათვლელია. როცა ხალხი მას გიშს ეძახდა თოკის გარეშე ცოცვის გამო, მას პირდაპირი პასუხი ჰქონდა. ბოდიში, მაგრამ არ დაუშვებ, რომ ამან წამართვას ის რაღაცები ცხოვრებაში, რაც სიხარულს მანიჭებს. რაც ისევ გვაბრუნებს 2019 წლის 30 ივნისის კვირა დღის დილის 11:30 საათზე. ალბათ ამ ლოგიკით გასაგებია, რომ ბენის კამერის წინ პოზირების და ბენის წასვლის შემდეგ ოსტინს უბრალოდ სურდა სიხარულის მოკლე მუხტი ეგრძნო, მარტო თავისთვის. ის მიწიდან 80 ფუტის სიმაღლეზე იყო თოკის გარეშე. ეს დაახლოებით 3 სართულიანი შენობის სიმაღლეა, მარშრუტზე, რომელიც ისე კარგად იცოდა, როგორც თავისი ხელის გული. მან შორტოფის მთის ეს კონკრეტული მონაკვეთი იმდენჯერ აიარა, რომ ალბათ მის ხელებს დასაჭერები თვალებზე ადრე პოულობდნენ. ის თითქმის მწვერვალთან იყო, მაგრამ ეს კონკრეტული კედელი უბრალოდ ზევით არ მიდის. ის გარეთ მიწის ზემოთაა გადმოხრილი, რაც ალპილპინის წაიძულებს ყოველ წამს საკუთარ სხეულის წონას ებრძოლოს. დილის 11:30 საათი იყო და ივნისის ბოლოს მზე პირდაპირ სამხრეთისკენ მიმართულ ქვას პირდაპირ აცხუნებდა. ქვა ცხელდებოდა, რის გამოც დასაჭერები სრიალა ხდებოდა და მისი ფეხსაცმლის რეზინს ფიზიკური შესაძლებლობის ზვარზე აწვდიდა. მაგრამ სწორედ ასეთი დეტალები იყო, რაც ოსტინს ამოძრავებდა. ეს იყო ის ცვლადები, რომელთა გასაკონტროლებლადაც ოსტინის წინასწარი შემოწმების პროცესი იყო შექმნილი. იმ მომენტში ოსტინი გადახრილი კედლის ყველაზე ციცაბო მონაკვეთში იყო, ორივე ხელი კლდეს ეჭირა და სხეული კედელთან მჭიდროდ ჰქონდა მიჭერილი. მუშაობდა მწვერვალისკენ. იმ გამოცდილებითა და ეფექტურობით, რაც ადამიანს აქვს, როცა ამ კონკრეტულ სახეობას 10 წელზე მეტი აასრულებს. ოსტინმა დიდი მოძრაობა გააკეთა მარცხნივ, კლდის ზედაპირზე გადასწია ხელი საყრდენისკენ. მისმა ხელებმა შეხება მოახერხეს. ორივე მყარად იყო კლდეზე და შემდეგ მისმა ფეხმა კედლიდან დაუცდა. ვერტიკალურ კედელზე ეს შეიძლება მხოლოდ ნაკაცრი და რამდენიმე წამით ფაფხური დაგიჯდეთ. საკიდზე შენი სხეულის წონა უკვე კლდიდან მოშორებით იწევს. როგორც კი ფეხი საყრდენს დაკარგავს, ეს ძალა ყველაფერს წყვეტს. გრავიტაცია შანსს არ გაძლევს, ის უბრალოდ იმარჯვებს. როგორც კი ეს მოხდა, მან დაიღვირა. არა. შემდეგ ის 80 ფუტის სიმაღლიდან სრული სიჩუმით ჩამოვარდა. ისე თითქოს ბოლოს და ბოლოს დანებდა იმ სიჩუმეს, რომელსაც ეძებდა. ის მესამედ და უკანასკნელად ვარდებოდა.
ამავე დროს ორი მთამსვლელი, სახელად რაილი კოლინსი და ჯეი მასი, შემთხვევით ახლოს იყვნენ. ისინი იმ დილით გამოსულიყვნენ, რათა აესვლათ მარშრუტზე სახელად დოუპი დაკი, იგივე მარშრუტი, რომელიც ოსტინმა 4 წლით ადრე, 2015 წლის იმ ვიდეოში, ყველას დაამახსოვრა და არავის დავიწყებია. ისინი კედლის მეორე მხარეს ხევში ჩადიოდნენ და საკუთარ ასვლას ამზადებდნენ, როცა კოლინსმა მაღლა აიხიდა და დაინახა, როგორ ვარდებოდა ოსტინი. რაილი გაშეშებული იდგა, ის ცდილობდა გაიაზრებინა ის, რაც ახლახან ნახა. მისმა პარტნიორმა ჯეიმ სწრაფად მოაწყო რაპელი ადგილზე და რაც შეიძლება სწრაფად დაეშვა კედლიდან იქ, სადაც ოსტინი გადმოწვებოდა ფერდობზე, გადმოწეული კლდის ქვეშ. პირველი რაც გააკეთა იყო სხეულის სტაბილიზაცია. შემდეგ პულსი შეამოწმეს და გულფილტვის რეანიმაცია დაიწყეს. ის განაგრძობდა გულფილტვის რეანიმაციას, სანამ ბერკის ოლქის გადაუდებელი დახმარების სამსახური ადგილზე არ მივიდა. ისინი ადგილზე 1:18-ზე მივიდნენ, მაგრამ იმ დროისთვის უკვე ძალიან გვიანი იყო. Austin Andrew Howell-ი დაახლოებით 1:30 საათზე გარდაცვლილად გამოცხადდა. ის მხოლოდ 31 წლის იყო, ახალგაზრდა კაცი, რომელიც გარდაუვალს უპირისპირდებოდა. მაშ როგორ კვდება ასეთი გამოცდილების მქონე კაცი ასეთ ნაცნობ მარშრუტზე? მარტივი პასუხია უიღბლობა. ერთი ფეხის მოცურება და ერთი წამით არასრულყოფილი შეხება იმ საჭიდზე, რომელსაც ათეულობით ჯერ ჰქონდა გამოყენებული. ეს ყველას შეიძლება დაემართოს, მაგრამ უფრო ღრმა პასუხისთვის საჭიროა ნახოთ, როგორ აფასებდა ოსტინი საკუთარ ცხოვრებას. მან ძვირადღირებული ვისკის ბოთლი თავის სათვირთოში ინახავდა. ამ ბოთლს ერთი კონკრეტული დანიშნულება ჰქონდა. ოსტინმა თავისთვის წესი დააწესა, რომ ამ ბოთლიდან მხოლოდ მაშინ მოსვამდა, როცა რამე უფრო მნიშვნელოვანს გააკეთებდა, ვიდრე ოდესმე გაუკეთებია. თავდაპირველად კლუბებს შედარებით ხშირად სვამდა. ახალი მარშრუტი, უფრო რთული კატეგორია, კედელზე გატარებული უფრო გრძელი დღე, ერთ დღეში მეტი ასვა. მაგრამ წლების განმავლობაში, როცა გამოცდილება იზრდებოდა და სტანდარტები უფრო მაღლა იცევდა, მოსმები უფრო იშვიათი ხდებოდა. პრაქტიკაში ეს იმას ნიშნავდა, რომ ოსტინ ჰაუელმა წლები გაატარა ისეთი რაღაცების კეთებაში, რაც უმეტეს კლაიმბერებს შეაშინებდა და ამ ყველაფერს სრულიად უვნებლად ასრულებდა. თუ ამას საკმარისად ბევრჯერ გააკეთებ, რაღაც შეუმჩნეველი ხდება. ეს არ არის უგუნურება, არც ქედმაღლობა, არამედ რაღაც უფრო ჩუმი და ბევრად უფრო საშიში, რადგან ეს უბრალოდ ჩუმად გეპარება. ამას ფსიქოლოგიური ფენომენი ქვია. ალბათ გახსოვთ ის დილა 1986 წელს, როცა კოსმოსური შატლი ჩელენჯერი აფრენიდან 73 წამში დაიშალა და ბორტზე მყოფი ყველა 7 ადამიანი დაიღუპა. სოციოლოგს, სახელად დაიენ ვონმა, 10 წლიანი კვლევა და გამოძიება დასჭირდა, რომ გაერკვია რა მოხდა. მან ამას უწოდა დევიაციის ნორმალიზაცია. მან გაარკვია, რომ ინჟინრებმა შენიშნეს მცირე, მაგრამ მართვადი გამაფრთხილებელი ნიშნები. ორინგებში წინა ფრენებისას და ყოველ ჯერზე შატლი მაინც დაფრინდა და უსაფრთხოდ დაბრუნდა. და ყოველ ჯერზე, როცა შატლი უსაფრთხოდ ბრუნდებოდა, ორინგების პრობლემა სულ უფრო ნაკლებად აღიქმებოდა პრობლემად. არა იმიტომ, რომ რამე შეიცვალა, არამედ იმიტომ, რომ არაფერი ცუდი არ მომხდარა. თუ ამას საკმარისად ბევრჯერ გააკეთებ, გაფრთხილება და აღარ გეჩვენება. მათ გონებაში ეს გაფრთხილების ნიშანი ჩვეულებრივ ფონურ ხმაურად გადაიქცა. ოსტინს 11 წელი ჰქონდა ასეთი ფონური ხმაურის, 11 წელი კედლებიდან უვნებლად ჩამოსვლის, რომლებმაც უფრო სუსტი მთამსვლელები უნდა მოეკლა. კედელი უფრო უსაფრთხო არ ხდებოდა. ის უბრალოდ ეჩვეოდა ამას. ზუსტად ისე როგორც ჩრდილოეთ კაროლინაში იმ კედელზე ცოცვა, არც ერთი წამით არ გამხდარა ნაკლებად საშიში. ოსტინს უბრალოდ ასე აღარ ეჩვენებოდა. რამდენიმე თვის წინ მამამისმა მასთან საუბარი გამართა. მან უთხრა: შვილო, ხომ იცი რა მოხდება თუ ასე გააგრძელებ? ხომ ასეა? ოსტინმა უპასუხა: კი, მამა, ყველაფერი კარგად დავფიქრდი და მზად ვარ ჩემი ქმედებების შედეგები მივიღო. ოსტინ ჰაუელმა თავისი გადაწყვეტილებების შედეგები მიიღო. მაგრამ შემდეგი მეკლდეური იყო მეთოდური, უსაფრთხოებაზე შეპყრობილი ლეგენდა, რომელმაც 30 წელი გადარჩა სპორტის ყველა წესის დაუფლებით. ერთ ჩვეულებრივ შუადღეს მან თავის აღჭურვილობაზე კრიტიკული გამაფრთხილებელი ნიშანი დაინახა, მაგრამ თავის თავს უთხრა, რომ კიდევ ერთი დღე გაძლებდა. აი რა მოხდა შემდეგ.